ყველა ქვეყანას ხომ აქვს თავის დაუწერელი წესები. ხო და დაუწერელი წესები შვედეთში ნაწილი 1. პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩემი აზრით არის ის, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ დაარღვევოს არავის პირადი სივრცე. შვედები უდიდეს პატივს სცემენ საკუთარ და სხვის პირად სივრცეს. რაც გულისხმობს იმას, რომ მოკეთებ არ მიხვიდე ძალიან ახლოს ვინმესთან, არ დაჯდე ახლოს ძალიან და არ დაურღვიო ზოგადად პირადი სივრცე. აი მაგალითად თუ ავტობუსში ახვალ ძალიან ხშირად ყველა ზის ერთ რიგზე, ერთ ჩაყოლებაზე, ანუ გვერდით არავინ არ უჯდება უცხო ადამიანი ერთმანეთს. რამდენად გასაკვირს რომ იყოს, ხშირ შემთხვევაში ურჩევთ ხოლმე რომ ფეხზე დადგნენ ავტობუსში, ვიდრე თქვათ უცხო ადამიანის გვერდით დასხდნენ. თუ რამით გაარჩევ ჩასულებს შვედებისგან არის ზუსტად ეს, რომ ჩასული ადამიანები ხშირ შემთხვევაში უჯდებიან უცხო ადამიანს გვერდზე ტრანსპორტში და შვედები თითქმის არასდროს. მეორე არის ის, რომ შვედეთში თითქმის არ არსებობს small-talk-ების კულტურა, small-talk-ი რაც აი რომ გამოელაპარაკო უცხო ადამიანს და საუბარი გააბა, მან შეიძლება შოქში ჩააგდოს შვედი და ძალიან უხერხულად აგზნობინოს თავი. აი მაგალითად ამერიკაში ხო პირიქით უზრდელობა თითქოს ის არ გამოელაპარაკო მაღაზიაში, არ გამოელაპარაკო, არ გაუღიმო უცხო ადამიანს და აქ ეს არ მოსულა, ანუ ეს არ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ რომ ხარ ძალიან უცნაური ადამიანი. ზოგადად შვედები არიან ძალიან მორცხვი ხალხი. და ხუმრობაც არის ასეთი, რომ იმდენად არ უყვართ უცხო ადამიანებთან შეხვედრა და თავის ძალიან ვიწრო წრის გარდა არავითარ შეხვედრა იმდენად არ უყვართ, რომ სანამ სახლიდან გავლენო, კარების ჭოჭოტანაში იყურებიან, რომ მეზობელი ხო არ არის იქვე ახლომახლოს, რომ არ მოუწევთ შეხვედრაო. ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება და მართალი არ არის ყველა შემთხვევაში, მაგრამ არსებობს ესეთი სტერეოტიპი. ნომერის 3. ამ ქვეყანაში თუ გინდა რომ თავი დაისამარო სამუდამოდ, რიგში არ უნდა ჩადგე. შვედეთი არის ქვეყანა, რომელიც ალბათ რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარს დაგეგმვა, რიგში ჩადგომა და ეს მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა და ვერ პატიობენ იმას, რომ სხვა ადამიანებს ეს არ უყვართ. ამიტომ თუ გინდათ რომ თავი ძალიან შეირცხვინოთ, რიგში არ უნდა ჩადგეთ. ან ვიღაცას უნდა გადაასწროთ, მაგრამ არ გნათ. ისეთ მზერებს შეხვდებით და ისეთი სახეებით გამოგხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით არაფერს გეტყვიან, რომ ამი ყველაფერი იქნება ნათქვამი. და წესი ნომერი 4. შვედები არიან ძალიან თავმდაბალი ხალხი. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ და სახალხოდ თავის ქება, საკუთარი თავის წარმოჩენა არის ძალიან ითვლება, რომ არის საკმაოდ უკულტურობა. ანუ საზოგადოებაში მიღებული არ არის, რომ დაიწყო, ჩვენ როგორც ვიცით ხოლმე, რომ მე ასე ვარ, მე ისე ვარ, ან ჩემი შვილი ასეა, ჩემი შვილი ისეა. იმიტომ რომ თავიდანვე სკოლებშივე ამათ ასწავლიან, რომ არავინ არავისზე მეტი არ არის და არავინ არავისზე გამორჩეული არ არის. და ეს ხალხი არის გაზრდილი ამ შეგნებით, რომ ყველა არის თანაბარი, არავინ არავის არ ჯობია, არავინ არავისზე უკეთესი არ არის და ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ სწავლებას მიყვრენ და თვითონაც არ წარმოაჩინონ თავი, რომ თითქოს რაღაცა ამპარტავნები არიან და ვიღაცას ჯობიან რამით. ეს არ ვიცი, ცოტა საკამათო საკითხია, რა თქმა უნდა, კულტურას გააჩნია და ქვეყანას გააჩნია. ძალიან ბევრნაირი შეხედულება არსებობს ამაზე, მაგრამ შვედეთში აქვთ ეს სწავლება, რომ ყველა არის ერთნაირად კარგი. რომელია ყველაზე უცნაური თქვენი აზრით?